ბავშვობაში თვალის ტრავმა მივიღე. პატარა რო ვიყავი, თამაშის დროს თვალში მაკრატელი მომხვდა. პაციენტმა მოგმართა მარჯვენა თვალის გარეთა სიელმის ჩივილი. კონსულტაციის დროს გასინჯვისას აღმოჩნდა მარჯვენა თვალის დაბალი მხედველობა, გარეთ გადახრა მარჯვენა თვალის საკმაოდ დიდი კუთხით, ქოვანა-გარსიის ტრავმისშემდგომი ნაწიბუროვანი შემღვრევა, თვალში და ხელოვნური ბროლი და ფერადი გარსის დაზიანება. ყველა ეს სიმპტომი მიუთითებდა ტრავმის სერიოზულობაზე და იმ შეუქცევად დაზიანებებზე, რამაც გამოიწვია მხედველობის გაუარესება. დროთა განმავლობაში მარჯვენა თვალის დაბალმა მხედველობამ გამოიწვია ბინოკულური მხედველობის დარღვევა, ეგზოდრიფტი მარჯვენა თვალის და სენსორული ეგზოტროპიის, ანუ გარეთა სიელმის განვითარება. თავიდან მხოლოდ მხედველობის დაქვეითებას ვგრძნობდი, მაგრამ შემდეგ სარკეში რო ვიხედებოდი, შევამჩნიე, რომ თვალი აღარ მქონდა სწორ პოზიციაში. ეს ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, განსაკუთრებით მოზარდობის პერიოდში. თავდაჯერებულობა ნელ-ნელა ikლებდა. ფოტოების გადაღება ხშირად არ მინდოდა და ადამიანებთან საუბრისას ხშირად პირდაპირ თვალებში ყურებასაც ვერ იდებოდი. პაციენტის თანხმობის საფუძველზე დაიგეგმა ქირურგიული მკურნალობა. მინდა ვაღიარო, რომ მქონდა შიში ოპერაციის, მაგრამ ექიმმა ისე დეტალურად ამიხსნა ყველაფერი, თუ რა მდგომარეობა მქონდა, რა იყო ტრავმის შედეგი, რა იყო სიელმის გამომწვევი მიზეზი და ეს სიცხადე და პროფესიონალიზმი ჩემთვის ძალიან დამამშვიდებელი აღმოჩნდა. წინა საოპერაციო კვლევების დროს პაციენტს დაუფიქსირდა ანემია, რის გამოც გადამისამართა ჰემატოლოგიურ დეპარტამენტში და ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა. მხოლოდ გამოჯამრთელების შემდეგ დაგვიბრუნდა საოპერაციოდ. ოპერაცია და პოსტოპერაციული პერიოდი ჩატარდა წარმატებით, კლასიკურად, სტანდარტულად. ოპერაციის მეორე დილას პაციენტი იყო უკვე კმაყოფილი და რაც მთავარია ჯამრთელი. ოპერაციის შემდეგ პირველად სარკეში რო ჩავიხედე, ცოტა ხანი უბრალოდ გაუცებული ვუყურებდი საკუთარ თავს. თითქოს წლების ნანატრის სურათი დავინახე. ეს არ იყო მარტო ესთეტიკური ცვლილება, ეს იყო რაღაც, რაც ბავშვობიდან მაწუხებდა. მინდა ვუთხრა ყველას, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, რომ თანამედროვე მედიცინა ძალიან განვითარებულია და გამოსავალი ნამდვილად არსებობს. ეს ერთი კონკრეტული ისტორია წარმატებული დასასრულით არის პროფესიონალთა გუნდური საქმიანობის შედეგი. New Hospitalsი არის კლინიკა, სადაც პაციენტთა მართვა მულტიპროფილური გუნდის მიერ მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.